ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო სპორტის მინისტრო, ბატონო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტო, ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სახელით სურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიმართ ამ უდიდესი პატივისთვის, რომელიც დღეს ჩვენ სპორტსმენებს და ფედერაციის წარმომადგენლებს გვერგო ღირსების ორდენის მინიჭებით. ეს ჯილდო ჩვენთვის არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ძალიან დიდი დობა და დაფასება იმ წლების რომლის განმავლობაში იყო გაწეული ძალიან დიდი შრომა, თავდადება და შეუპოვრობა. ჩვენ ამაყები ვართ, ჩემი პატარა გუნდი, ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლებში შევძელით და ისტორიული შედეგები მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას. და რა თქმა უნდა, ეს დაფასება თქვენის მხრიდან, ამხელა ყურადღება, რაც დღეს სპორტზე არის მინიჭებული, არის სწორედ იმ შედეგების შედეგი, რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო და მოიპოვა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გამარჯვება თანაბრად ეკუთვნის ყველას. ეს არის ერთიანი თანამშრომლობის შედეგი. და რა თქმა უნდა, ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ჩვენს პატარა გუნდს. დღეს სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება და ასეთი დაფასება არის სტიმული სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელიც დღეს იწყებენ თავის სპორტულ გზას. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა, გპირდებით, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სარბიელზე და კიდევ უფრო დიდი წარმატებები და გამარჯვებები მოუტანოთ მას. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის.